სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ეს არის უდიდესი დღესასწაული როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო შეყვანილი წმინდათა წმინდა ადგილზე, სადაც მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა. ეს იყო ნიშანი, რომ მსოფლიოს წინაშე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი ღვთისმშობლის სახით. მე დღეს მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ტაძარს ჩვენს ცხოვრებაში. ტაძარი ეს არის კარიბჭე სასუფეველისა და ბედნიერია ის ოჯახი და ის ადამიანი რომელიც დგას ამ კარიბჭის წინ ბედნიერია ის ადამიანი რომელიც გრძნობს ტაძრის მნიშვნელობას ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს მადლი სულისა წმინდისა აი მე მახსენდება როცა ჩვენ ვიწყებდით წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას აი როცა ჩვენ ამოვიღეთ ღრმული და მრავალი ადამიანი ფიქრობდა რომ რით უნდა ამოგვევსო ჩვენ ეს ღრმული და შევძლებდით თუ არა ამ ტაძრის აშენებას მაგრამ არაფერი არ იყო ჯერ არაფერი არ იყო და ჩვენ უკვე ვგრძნობდით რომ განსაკუთრებული მადლი ტრიალებდა იმ ადგილზე მე მახსენდება ის დღეები როცა ხალხს წასვლაც კი არ უნდოდა იმ ადგილიდან იყო მხოლოდ ღრმული და ზოგიერთი ფიქრობდა რა მოავსებს ამას ღმერთმა მოავსო და ღმერთმა აგვიშენა ეს ტაძარი და ამასთან ერთად ჩვენმა ხალხმა ეს გახდა წმინდა სამების ტაძარი და საერთოდ ყველაფერი რასაც აკეთებს ადამიანი არის მისი ავტოპორტრეტი ეს იმას ნიშნავს რომ ძალა სულისა წმინდისა უხვად არის მოფენილი გადმოსული საქართველოზე და უფალმა აგვაშენებინა დღეს მე მინდა გავიხსენო ჩემი ბავშვობა არ გავიდოდა ისეთი შაბათი და კვირა რომ მამაჩემის და დედაჩემის მათთან ერთად ჩვენ მივდიოდით ტაძარში და ტაძარში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობისა იყო
ვლადიკავკაზში და ერთხელ შუა წირვის დროს დედაჩემმა გვითხრა ჩვენ ბავშვებს რომ თქვენ იყავითო და მე გავალ გარეთო და მივიდა იქ იყო არის ეხლაც საფლავი ანასტასია ანდრეევი იყო ვარა წარმოშობით ბერძენი იყო წინაპრები ბერძნები იყვნენ და სასწაულთ მოუქმედი ადამიანი იყო გარდაიცვალა 1932 წელს და სასწაულებს აკეთებდა და მივიდა იმ საფლავთან და ხალხი შეკრებილია დგანან მუხლებზე და ტირიან და დედაჩემს გაჰკვირვებია რომ რატომ ტირიან და შენ არაფერს ხედავო ეკითხებიან დედაჩემს არაო დაიწერე პირჯვარი და მუხლებზე დადექიო დღე ხდება ეს წირვის დროს და დამდგარა მუხლებზე და ხედავს ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი დგას საფლავზე მაცხოვრით ხელში და აუწყდა ტირილი და დახრილა რომ ფეხებზე ემთხვიოს და გამხრალა მერე ისევ გამოეცხადა და ამას ესწრებოდა 17 ადამიანი ხედავდა ამას და ამ წმინდა ანასტასიას გასაღები და ჯოხი რითაც დადიოდა ჩვენთან ინახება საპატრიარქოში მამაჩემს აჩუქეს და იმან მე დამიტოვა საოცარი პიროვნება იყო და ომის დროს გერმანელები მოიდნენ ქალაქთან და უკვე შემოსვლას აპირებდნენ და ჯარისკაცმა დაენახა რამე რომ სასაფლაო იქ არის ქალაქის აპირზე სასაფლაოზე დადის მოხუცებული ხალი ჯოხით ხელში და გააჩერა დაუყვირა ვინახარო და მეო ანასტასია ვარ ქალაქს ვიცაო და გერმანელები ვერ შევიდნენ ქალაქში და მახსენდება მე როგორ ემზადებოდა დედაჩემი და მამაჩემი როგორ ემზადებოდნენ ტაძარში წასასვლელად როგორ ამზადებდნენ ტანსაცმელს საჭმელს შაბათს რომ მივიდოდით მერე კვირას წავიდოდით საჭმელი მზად იყო და დავბრუნდებოდით მზად უნდა ყოფილიყო საჭმელი საოცარი მე არ მახსოვს ისეთი დღე რომ საღამოს ერთად არ დავდგარიყავით და ერთად არ გველოცა აი ასე უნდა
აღზარდოთ ჩვენი შვილები სიყვარულით. მე არ მახსოვს ოჯახში ერთი ხმამაღალი სიტყვა ყვირილი. მუდამ სიმშვიდე სუფევდა და ეს გადმოეცა შვილებზე. მე მინდა შევეხო აგრეთვე იმ გაჭირებულ ხალხის ბედს, რომელთაც ძალიან უჭირს. ეს არის ის ადამიანები, ის ხალხი, რომელთაც ჩადეს თავისი სესხი აიღეს ბანკიდან და ჩადეს თავისი სახლები და ბანკს გამოჰყავს სახლიდან და ასე უპატრონოდ რჩებიან ამ შუა ზამთარში. მე მინდა ვთხოვო ყველა ბანკის ხელმძღვანელს, რომ ზამთარში მაინც გააკეთებენ ამას და ცოდვა არიან ეს ხალხი, მოდიან მერე ტირიან საპატრიარქოში და ძალიან ვთხოვ, რომ დაეხმარონ და იქნება ისეთებიც იყოს, რომ ან აპატიონ, ან რაღაც დაეხმარონ და სახლი გაყიდული არ იყოს. სიონის ტაძარი, სადაც დღეს ჩვენ ვწირავთ, არის დედა ეკლესია, თბილისის თანატოლია, სწორია. თბილისში დაიწყეს ქალაქის შენება, იმ დროს დაიწყეს სიონის ეკლესიის მშენებლობა. შეგეწიოთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი დედა, თქვენ და საქართველოს შეეწიოს. და დღეს ისეთი აგრესია ძალიან მოედო მთელ ხალხს, ახალგაზრდობას. არის ყრელობა, არის ისეთი შეურაცხყოფა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ყველას მოთმინება და სიმშვიდე. ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომელიც მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლებად აღმავსებელი. დაუცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი.